სახელითა, მამისაითა და ძისაითა და სულისაწმინდისაითა, შენთან არს ღმერთი. განსაკუთრებულად ვისურვებდი, რომ დღეიდან მოყოლებული, დღევანდელი დღეს და დღევანდელი დღიდან მოყოლებული ვინაიდან და რადგან დღეს ჩვენ წავიკითხეთ ზაქეს სახარება, სადაც მეზვერე ზაქეს შესახებ არის ნათქვამი და მომავალი კვირა უკვე არის მეზვერის და ფარისევლის კვირა. ესე იგი, მომავალი კვირიდან უკვე იწყება დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდი, იწყება მომავალი კვირიდან. თქვენ ვინც გახსოვთ, ვინც აი ამ ლიტურგიულ წრეზე მოდიხართ ხოლმე და გახსოვთ, აი ამ ჟამს განსაკუთრებულად იცვლება დედა ეკლესიის ხმა. და ჩვენ ესე გამოათარგმანეთ და ესე განმარტეთ, რომ როგორ იცვლება, აი მშობლები რო ხართ, დედები ხართ, ხო? აი ბავშვს ხანდახან ეძახით ხოლმე. მოდი დედა, ხო? ესე ეძახით, მაგრამ ხანდახან ხმა გეცვლება და აი განწირული ყვირი ხარ, რომ მოდი, იმიტომ რომ რაღაც ხდება ისეთი, რომლის გამოც შენ განსაკუთრებულად გინდა რომ მოვიდეს ბავშვი და ესე არის ახლა ჩვენი ზოგადად ჩვენი დედა ეკლესია. ეკლესია სიტყვა ეკლესიას ძალიან ღრმა განმარტება აქვს და მოკლედ რო ვთქვათ, ეკლესია ნიშნავს მოუწოდებ, მოუხმობ, ლათინური ძირი აქვს ამ სიტყვას და ეკლეო ნიშნავს მოუწოდებ, მოუხმობ. ზოგადად ეკლესიის მისია არის რომ მოუწოდოს ადამიანს, მოუწოდოს გადარჩენის კიდობანში, როგორც ნოე მოუწოდებდა ადამიანებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ჟამი არის განსაკუთრებული ჟამი, როდესაც განსაკუთრებულად მოუწოდებს ეკლესია და ჩვენ რომ არ გაგვიჭირდეს და აუცილებლად გაგვიჭირდება ჩვენ აი ამ შინაარსის გამოთქმა, რასაც ახლა ვამბობთ, ამიტომ წავიკითხოთ, გადავავლოთ თვალი წაკითხულ სახარებას, რომელიც ამოვიკითხეთ ჩვენ წირვის ჟამს და იცით თქვენ რომ სახარება არის მარადიული სიბრძნე და თვითონ სახარება გამოგვითარგმანებს იმას თუ რისი თქმა უნდა ეხა თქვენთვის დედა ეკლესიას. მე პირადად კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ განსაკუთრებულად ვისურვებდი დღევანდელ დღეს რომ მოვიდნენ ადამიანები, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ზაქეს სახარებას ვკითხულობთ და აჰა ესე რაო კაცი ვინმე და სახელი მისი ზაქე და იყო იგი მთავარი მეზვერეთა და ესე იყო მდიდარ ფრიად და უნდა ხილვა იესოისი. უყურეთ აი ეს უნდა ხილვა იესოისი. ეს აბსოლუტურად ყველა ადამიანში არის. ყველას უნდა ქრისტესთან მოვიდეს. მაგრამ 1000 უამრავი უთვალავი კატეგორია არის. უთვალავი კატეგორია არის ეშმაკის მიერ მონადირებული ადამიანების, ვინც რა აბრკოლებს და ვის რა აბრკოლებს. რატომ არ იყო ზაქე მაგალითად აქ სახარებაში ნათქვამია მაგალითად რა ეღობებოდა წინ, აი წინა კვირის ვისაც გახსოვთ წინა კვირის სახარება, ჩვენ წავიკითხეთ როგორ ღაღადებდა ბრმა ადამიანი რომ იესო ძეო დავითისო შემიწყალე მე და იმას სხვა ადამიანები ეღობებოდნენ წინ. ეს არის ერთი კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც მოსვლა უნდათ ეკლესიაში, რომლებსაც სახარებისეული დღევანდელი სიტყვებით რო ვთქვათ, უნდა ხილვა იესოისი, მაგრამ ვერ მოდის. ზაქეს შესახებ ვკითხულობ, რომ აჰა ესე რა კაცი ვინმე და სახელი მისი ზაქე და იყო იგი მთავარი მეზვერეთა და ესე იყო მდიდარ ფრიად. ამისთვის შეიძლება ესე ვთქვა ჩვენ რომ იგივე სახარებიდან ვიცით თუ რამხელა დაბრკოლება არის ზოგადად მატერიალური სიმდიდრე კი არ არის დამაბრკოლებელი ქრისტესთან მისახლობებლად. სიმდიდრეზე მიჯაჭულობა არის, თორე მე მდიდარი ხალხი ვიცი, მთელი ცხოვრება სიკეთეს აკეთებენ და ეკლესიაშიც დადიან და ეზიარებიან კიდე წილვას არ ასთენენ. მაგრამ ესე იგი მეზვერეებზე ჩვენ არაერთგზის გვითქვია თუ როგორი ადამიანები იყვნენ ესენი და ძალიან გამდიდრებული იყო აი ამ ბოროტის შემოსავლით, ესე რო ვთქვათ რა. რითი მდიდრდებოდნენ ესენი? ადამიანების მოტყუებაზე, ადამიანების გაუბედურებაზე და აი ესე მდიდრდებოდნენ ეს ადამიანები.
და მაგრამ აი უყურეთ მე აი რა მინდა რომ აი ხმამაღლა ვთქვა ეხა რომ ყველამ გაიგონოს ყველამ აი ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება სოფლისადმი არის რომ აი ეს სიტყვები რომ უნდა ხილვა იესოისი აი არ არსებობს ადამიანი რომ ეს არ ქონდეს და მე მინდა ყველას უთხრა აი აქედან ვინც გახვალ აი ეს შინაარსი ყველას გთხოვთ რომ გაიტანოთ რომ ესე იგი ეს აი რომ უნდა ხილვა იესოისი აბსოლუტურად ყველა ადამიანში აი უკანასკნელი რომ თქვენ რომ მიგაჩნიათ უკანასკნელად თორე ქრისტესთვის ყველა ერთნაირი ვართა და ნეხვთა ვინადგან მზე სწორად მოიფინების ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარვართ მაგრამ იმ უკანასკნელ ადამიანსაც რომელიც თქვენ მიგაჩნიათ უკანასკნელად იმასაც უნდა ხილვა იესოისი მაგრამ რაღაცა არის რის გამოც ის რითის დაიჭირა ის ბოროტმა და ვერ მოდის. დამაბრკოლებელი, ესე რომ ვთქვათ, გარემოებები ჯერ საკუთარ თავს რო უძლევთ, მერე უკვე ეშმაკი რა შობა, იცი საკუთარ თავს, საკუთარ სიზარმასეს, საკუთარ ურწმუნოებას, საკუთარ უდებებას რო უძლევთ, მერე უკვე გარედან იწყება ეს დამაბრკოლებელი თვისებები და ამ შემთხვევაში ზაქეს უნდა ხილვა იესოისი, მაგრამ და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, ამიტომ ჰასაკითა იყო მცირე. ამ შემთხვევაში გულისხმობ რომ პატარა კაცი იყო ზაქე. ხო და ხო აი მოდის უფალი და უამრავი ხალხია, მაგრამ ეს პატარა არის და თავი აწია ვერ ხედავს. და ნახეთ რას აკეთებს. ახლა ჩვენ მოდი ესე აი ზაქე რომ იყო დიდარ ფრიად, აი ფრიად ძველი ქართული სიტყვა ნიშნავს რომ ძალიან კიდე ეს სიტყვა ვერ გამოხატავს. ანუ უმდიდრესი კაცია, მილიარდელია ესე რო ვთქვათ, აი დღევანდელი ტერმინი რო ვიხმართ. მილიარდელი, ახლა მილიარდელებს ხო ყველა ისნობს და ყველა ესე ყველა ეფარისევლება და ყველა პატივსცემს ვითომ, მაგრამ პირს უკან როგორ იქცევიან და აი ეს მილიარდელი ადამიანი გამორჩეული თავისი ამ სიმდიდრით დაკარგა ყველანაირი რაღაცა ჩარჩო, ყველანაირი ეტიკეტი და გაარბის და ადის ხეზე. აი როგორ წარმოიდგინოთ ახლა ვიღაცა რო იდგეს აქ შარვალ კოსტუმი და უცებ გაიხედო და სადღაც ეგერ იმაზე აი ბოძის თავზე რო იყოს ასული რაღაცა დაახლოებით ეგეთი რაღაც. ანუ დაკარგა ეს რაღაცა მორიდება ანუ არაფერს არ ერიდება, გესმით? აი უყურეთ აი ამას ჩვენ უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა საუბარია შენ ქრისტეს ხილვა გინდა, უნდა ხილვა იესოისი. შენ თუ აი შენში ოდნავ თუ სულში რაღაცა ძრა მოხდა რომ გინდა იესოსთან დაანებე თავი ყველაფერს რა. ვინ ხარ, რა ხარ, რა გაქვს, რას წარმოადგენ. მოკლედ აი აბსოლუტურად ყველაფერი აი ვისწავლოთ ზაქესგან. ზაქესგან ჩვენ ვსწავლობ ძალიან ბევრ რამეს დღეს. ადის ხეზე. ეს ხე სხვათა შორის აი იერუსალიმში თუ მოხვდებით, დღესაც არის ეს ხე, შეგიძლიათ ნახოთ აი ზაქეს ხე ქვია ამ ხეს. დღესაც არის, შეგიძლიათ ეს ხე ნახოთ და ადის აი ამ ხეზე და იცის რომ იქ უნდა გამოიაროს ქრისტემ. და ადის ხეზე და უყურებს. ახლა როგორი სიყვარულით უყურებ და ხო წარმოგიდგენიათ, ხო? და ჩვენი გულთამხილავი ღმერთი, გულთამხილავი, ჩვენ აი სულ ვიძახი ხოლმე თითქმის ყველა კვირის და წირვის დასრულების შემდგომ, რომ ჩვენი ღმერთი არის გულის ღმერთი. აი ჩვენ გულში რა არის? იმის ღმერთია ჩვენი ღმერთი, თორე ჩვენ გარეთ რა არის? ხო, იმას ადამიანები უყურებენ. ღმერთი გულში გიყურებს, პირდაპირ. ხო და რა თქმა უნდა იცის ახლა ზაქეს გულის მდგომარეობა. როგორ უნდა ნახვა, ხო? აი როგორ უნდა იესოს, როგორ უნდა ხილვა იესოისი, მან იცის. ეხლა ერთ რამესაც მივაქციოთ ჩვენ ყურადღებათ, რომ ესე იგი არ არსებობს გამორიცხული ადამიანმა მოინდომოს ქრისტესთან მისვლა, აქედან ამასაც სწავლობთ და ჩვენი მარტო მონდომება არის. ქრისტე თვითონ მოდის, ნახეთ და მოვიდა ადგილს ამას, იესო მიხედა და რქვა მას. უყურეთ, აქ არის უამრავი ხალხი. აი ამ უამრავი ხალხიდან მაცხოვარმა შეხედა ზაქეს და ეუბნება. ზაქე, ისწრაფე და გარდამოხედე. ისწრაფე რას ნიშნავს? იცი აი ბავშვებს რო ეუბნები ხოლმე. მოდი ახლა ჩქარა უნდა გაზია. ზაქეს ეუბნება, ჩამოდი ახლა ჩქარა, შენთან მოვდივარ სახშიო. გაგიჟდებოდა ზაქე, ხო? ეხლა ნახვა უნდოდა და იმას ვერ იოცნებებდა, რომ ეხლა
ახლოს მივალ და ვნახავ, გულწრფელად უნდოდა. განა ზოგიერთი სხვა ფარისევლებით რომ აბა შეხედოს ყველამ რომ ჩემთან არის სიმონ ფარისეველი რო იყო ეს სახარება მოთხრობილია. გულწრფელად უნდა რომ უფალი ნახოს და უფალი ეუბნება ჩამოდი ახლა ჩქარა შენთან მოდივარ სახშიო. ჩამოხდა ზაქე ხიდან და გარბის სახში და ახლა იქ მოსამსახურეები რაღაცები რო ვთქვათ დატრიალდნენ ყველა დიდი სუფრა გაიშალა დაპატიჟა ყველა აი როგორ ვთქვათ აი ყველაზე მაგრად არის გახარებული და უძახის ყველას მეზვერეებია თუ ვინ არ აინტერესებს ფარისევლებია იესო ჩემთან მოდით ყველა ხო და ზაქეც ისწრაფა და გარდამოხტაო ზაქე კი არა რაღაც დინჯად კი არ მოაშვება ახლა რაღაც ჩამოხტა ხიდან ხო და შეიყვანა იგი სიხარულით როგორც გითხარი დიდად გახარებული აი ეს სიხარული აუცილებლად არის ქრისტესთან ურთიერთობის დროს. ეხლა იცით რა, ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. ჩვენი სატკივარი გაქვს, ჩვენი ისა გვაქვს, მაგრამ ქრისტესთან რო ხარ ადამიანი, ხო, იქ გავსებს სიხარული. ოღონდ დღეს არის 16 დიდის ხსენება და ჩვენ აი გუშინაც ამას ვამბობდით, რომ ქრისტესთან ყოფნა ნიშნავს იმას, რომ შენ პეტრესავით აი რო ნახა უფალი და გადახტა წყალში, განვე ჩემგან უფალო რამ თუ კაცი ცოდვილი ვარ. როდის ხარ იცი ქრისტესთან? შენ რო შენი თავი რო იცი რომ ცოდვილი ხარო. რო უღირსი რო ხარ და ცოდვილი რო ხარ, აი მაშინ ხარ ქრისტესთან. თორემ ნახავთ ამასთან დაკავშირებითაც არის აქ სიტყვები და შეიყვანა სიხარული და იხილეს ყოველთა და დრტვინვიდეს. და იტყოდეს ვითარმე ცოდვილისა კაცისა შევიდა დადგრომად. უყურეთ, უფალი ვისთან მიდის? ცოდვილი კაცია ეს ზაქე, დიდად ცოდვილი კაცია. მაგრამ ადამიანები ნახე, ადამიანები როგორ განიკითხავენ, დრტვინვა ხო იცით რაც არის რომ ვა, როგორო კაცო, თუ ამხელას ასწავლებს ახდენსო და ესეთი სიკეთეს აკეთებსო და ცოდვილ კაცთან როგორ შევიდაო? მაგრამ ჩვენი სახარება ამ თხრობის მერე რომ მოგვითხოვრო რომ ესე იგი დრტვინვიდეს ისინი ეს ადამიანები დრტვინავენ აღარ აგძელებს მერე თქვენ თვითონ განსაჯეთ ახლა რა მდგომარეობაც არის გადადის ზაქეზე ისე თხრობაზე რომ ზაქეზე ამბობს რომ აღდგა ზაქე და უთხრაო აჰა უფალო ზოგი ნაყოფთა ჩემთან მივცე გლახაკთა და უკვე თუ ისმე ცილი დავსდე მივაგო 4 წელი ზოგი ძველ ქართულად ნიშნავს ნახევარს. ესე იგი რას აკეთებს ზაქე? ეუბნება რომ მე ხა ავდგები ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკებს და ვისაც ცილი დავწამე ცილის წამებით იღებდნენ. მიხვდით აი ამ სიმდიდრეს 4 წილად მივაგებო. ესე იგი ჩვენი ეს მილიარდელი ზაქე უცებ ხდება აბსოლუტურად უპოვარი და არაფრის პატრონი. უცებ. მაგრამ სინამდვილეში უმდიდრესი კაცი ხდება. ქრისტე შეიძინა მან. და ამას ხედავს ისა. ამიტომ აღარ აინტერესებს დანარჩენი არაფერი. ეხა ერთადერთი რასაც ფიქრობს რომ ნეტად უმაპატიებსო უფალიო. მიხვდით? ყველაფერს თმობს აბსოლუტურად. ნახეთ ცოდვა რა საშინელია აი ყველაფერს დათმო სინდისთან ვერაზოს ვერ შერიგდები. ყველაფერს დათმობ ოღონ სინდისთან მშვიდობა კონდეს. და ოღონდ თუ შემიწყალებსო ახლა ფიქრობ ზაქე და თქვა მას იესო აი დახოთ რა უთხრა მას უფალმა როგორ შეეხმიანა მის აი ამ ფიქს შინაგანად რომ აი თუ მაპატიებს თუ შემიწყალებ დღეს იქნა ცხოვრება ის სახლისა ამის რამოთუ ესეცა შვილი აბრაამისი არის აბრაამის შვილობაზე ჩვენ გვითქვია განგვიმარტავს რომ აბრაამის შვილობა ნიშნავს მართალ სარწმუნოებას ოღონდ მართალი სარწმუნოება მარტო ის არ არის რომ შენ ესე რო ვთქვათ ღმერთი გწამს აი როგორ გწამს როგორია ღმერთი როგორია შენი სარწმუნოება რამდენად ცოცხალია ახლა მასე სარწმუნოება ყველას აქვს გაიარე თუ გინდა აგერ სოფელში ახლა და უთხარი ხარ ქრისტიანი ხარ მორწმუნე ყველა გეტყვის კი მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო ხო კვირადღე არის უფალი დაიკulis ჩვენი ცოდვებისათვის და გეუბნება შენ რომ აჰა მოდი მიიღე და სჭამე ესე არის ხორცი ჩემი თქვენთვის გადახილი და შენ გძინავს მორწმუნე ხარ შენც მაგრამ შენც მორწმუნე ხარ აგერ რომ მოხვედი და რო ეზიარე და ჩართული ხარ აი ამ ლიტურგიულ
დალოცვილი სივრცეში, ხო? დღეს იქნაო, ანუ იცით აი ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ უფალი რომ მიდის თავიდან, კი არა ეუბნება ზაქე დღეს იქნა სახში ცხოვრება, ავთ ესეცა შვილი აბრაამისი არის. ზაქემ რომ დაუტევა ცოდვილი ცხოვრება და რომ შეუდგა უფალს, აი მაშინ ამბობს. როცა სარწმუნოებრივი სიტყვები თქვა, იხდით, ამას უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. და აი სიტყვები მეთქინ, ესე იგი ვიღაცას რა გონია, იცით, აი უფალი რისთვის მოვიდა, არის ის კარგად. რისთვის მოვიდა უფალი? და დღესაც ეს მარადიულად ესე ხდება. რამე თუ მოვიდა ძე კაცისა, მაცხოვარი ამბობს, მოძიებად და ცხოვრებად წარწმედულისა. აი თუ ჩვენი სარწმუნოება, უყურეთ, შენი სარწმუნოება თუ ესეთია, რომ ქრისტე იმისთვის მოვიდა, რომ წარწმედული ცხოვარი, ანუ გაუბედურებული ადამიანი მოიძიოს, შენი ცხოვრებაც სხვანაირი იქნება. თუ შენ სხვანაირად უყურებ, რომ ის კეთროვანია და შენ სამორწმუნე ხარ, ხო, მაშინ შენი მართლმადიდებელი კი ქვია, მაგრამ არ არის შენი სარწმუნოება ისეთი, როგორიც აბრაამის იყო, ანუ აბრაამის შვილობა ნიშნავს მართალ სარწმუნოებას. იხდით? ამით იმ ადამიანებსაც გაეცათ პასუხი, ვინც დრტვინავდნენ და ზაქეს აივსო სიხარული და აი უყურეთ რატომ ესე იგი იცვლება ეკლესიის ხმა, მეთქი გითხარი და ესე იგი პირველი კვირა სანამ დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდი ფაქტიურად დაიწყო უკვე, იმიტომ რომ დღეიდან უკვე დიდმარხვის მოსამზადებელი პერიოდი იწყება და რატომღაც აი ამას ჩვენ მივაქციოთ ყურადღება, რომ რატომღაც ზაქეს სახარება ეს ყოველთვის ესეა. მეზვერის და ფარისევლის კვირის წინ არის ზაქეს სახარება მოთხრობილი. აი აბსოლუტურად საკმარისია ერთი კვირა საფიქრალად მარტო ეს რომ აი რატომ არის ესე რატოა განჩინებული რატოა ესე მაგალითად ხო აი დღევანდელ სახარებაზე მაგალითად მე გთხოვდით რომ ეხა ჩვენ რაც თქვით ხომ წირათ რაც მოგაწოდეთ მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა მოიძიოთ ამაზე კიდე უფრო განმარტება უფრო სიღრმისეულად ჩაუბრუნავდეთ ძალიან ღრმა განმარტება აქვს ამას ეხა თითოეულ სიტყვაზე ხო არ გავაკეთებ ჩვენ კომენტარს ამის საშუალება არ გვეძლევა აქა და უნდა მოხდეს ჩვენში აი ეს ფერისვალება ეს რაღაც აი და რას მოვეჭიდოთ ისიც ახლა ჩვენ აქ რო ვინც ვართ ახლა რა ახლა რამეთი გამოირჩევით მაგალითად იმაზე მაგრამ ერთი რამე ყველას გვაქვს აი ჩვენ გულში არის რა რომ ესე იგი უნდა ხილვა იესოის ანუ ყველას უნდა იესოს ხილვა ყველას უნდა ქრისტესთან სიახლოვე ხანდახან მოვდივართ ხოლმე ეკლესიაში ადამიანი მოდის ეკლესიაში სულ არ იცის რაზე მოდის შეიძლება სულ სხვა მიზნით მოდის მაგრამ მოძღვრის საქმეც ის არის რომ გამოარკვიოს რომ შენ იცი რა საყვარელო ქრისტეს რა შორს ხარ ქრისტესთან და აი ქრისტესთან რო ახლოს რო იყო აი ესე იქნებოდი ესე მოიქცეოდი ამ შემთხვევაში ესე მოიქცეოდი იმიტომ რომ ჩვენი ასეთია აი ნახე რასამ რისთვის მოვიდა ნახე მოძიებად ცხოვრება წარწმედულისა მოძიება და ცხოვრება წარწმედულისა ხო კიდევ ერთხელ ვამბობ ახლა რითიც დავიწყე და იმით დავამთავრებ რომ განსაკუთრებულად მე თვითონ აი მე ხომ ეკლესიას წარმოადგენს მღვდელი საერთოდ აი თქვენ ახლა ეკლესიიდან მიგაქვთ ეს რაც მიგაქვთ ხო მღვდელი არის გამტარი იმ მოწოდების რომელსაც ღმერთი მოუწოდებს ადამიანს და მე თვითონ აი როგორც პიროვნება განსაკუთრებულად ვისურვებდი რომ ეს ჟამი განსაკუთრებულად დაფიქრდნენ ადამიანები ნახეთ ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად როგორ გვაკლდება ადამიანები როგორ ივსება ჩვენი ეს თაბახის ფურცლები აი ამ გარდაცვლილი ადამიანებით ხო და როგორ გვაკლდებიან ადამიანები და ჩვენისთვისაც მალე დადგება ეს ჟამი ალბათ და განსაკუთრებულად ვისურვებდი დღევანდელ დღეს და აი ამ დღევანდელი სახარების შემდგომ და აი ამ ჟამის მოახლოებისას რომ ესე იგი რაც შეიძლება ბევრი მოვიდეთ ეკლესიაში, იმიტომ რომ ეს ჟამი ასევე არის ძალიან დიდი სკოლა. აი ყველა წელს ვიძახი ამას რა მე 10 წელია ამას ვიძახი რომ ესე იგი ეს ჟამი არის განსაკუთრებული ლიტურგიულ ცხოვრებაში.
და ვინც კეთილგონივრულად და ვინც აწირვას არ დააკლდება, ქადაგებას მოისმენს, იქნება აღსარება სიტყვის ეზიარება, ძალიან დიდ მადლს და ძალიან დიდ სიკეთეს აღმოისმენს თავისი გულისთვის და თავისი სულისთვის, რომელიც ინებოს ჩვენთვის განკაცებულმა ქრისტემ და დღევანდელ დღეს, აგერ ზაქესთან სტუმრებულმა, ზაქეს ესტუმრა დღევანდელ დღეს უფალი და ინებოს ზაქესთან სტუმრად მისულმა ქრისტემ და გვაცხოვნოს ჩვენ ვითარცა სახიერას და გასწმოყარე. ამინ.